შენ უყურებ შენს ტელეფონს. არანაირი გამოტოვებული ზარი, არანაირი წაუკითხავი შეტყობინება. და შენს ცხოვრებაში პირველად, შენ ბოლოს და ბოლოს შეგიძლია თავისუფლად ამოისუნთქო. ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ერთ დილას არ გაგიღვიძია და არ გადაგიწყვეტია, რომ უგულო ყოფილიყავი. ეს იყო შედეგი წლების განმავლობაში, რომლებიც გაატარე როგორც საიმედო მეგობარმა. იმ ადამიანმა, რომელიც პასუხობდა ღამის 2 საათის ზარებს. აგვარებდა სხვის კრიზისებს და იყო წებო, რომელიც ყველა ურთიერთობას ერთად აკავებდა. მაგრამ საბოლოოდ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა. რა ხდება მაშინ, როცა შენ ხარ ის, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება? როცა შენ საკუთარ ზღვარს მიაღწიე და პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღე, შენმა გონებამ ქვეცნობიერად დაიწყო ხარჯსარგებლიანობის ანალიზი. შენ მიხვდე, რომ ასხამდი ცარიელი ჭიქიდან ისეთ ჭურჭლებში, რომლებიც არასდროს იყო შესავსებად შექმნილი. შენ აღმოჩნდი პერფორმანსის კონტრაქტებში, სადაც მთელი ემოციური შრომა შენზე იყო, ხოლო სხვები მხოლოდ მაშინ ჩნდებოდნენ, როცა მათთვის მოსახერხებელი იყო. შეიძლება ფიქრობ, რომ ეს გამიჯვნება უბრალოდ დაღლილობაა, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო ღრმა. ეს ჩაშენებულია შენს ბიოლოგიაში. ფსიქოლოგები ამას პოლივაგალურ თეორიას უწოდებენ. წარმოიდგინე, რომ შენი ნერვული სისტემა სახლის ელექტროგაყვანილობას ჰგავს. როცა სოციალური ურთიერთობები ზედმეტად დამღლელი, ან უსაფრთხო არაა შენი ენერგიისთვის, შენი ტვინი ავარიულ ამომრთველს ურთავს. ეს ცნობილია როგორც დორსალური ვაგალური რეაქცია, გათიშვის და ენერგიის შენარჩუნების მდგომარეობა. შენ არ წყვეტ ადამიანებთან ურთიერთობას იმიტომ, რომ გძულს ისინი. შენ ამას აკეთებ იმიტომ, რომ შენი სხეული ცდილობს გადაგარჩინოს სრული ემოციური კოლაფსისგან. მაგრამ რატომ არის შენი ნერვული სისტემა ასე მგრძნობიელი ამ გამოფიტვისთვის? პასუხი ხშირად შენს წარსულშია დამალული. ბევრისთვის ეს ნიმუში ბავშვობაში იწყება. შესაძლოა ისეთ სახლში, სადაც გიწევდა სიტუაციის წაკითხვა. ნამშობლების სახეებზე მათი განწყობების გაჩიფრვა ჯერ კიდევ მანამდე წიგნების კითხვა ისწავლე. შენ ადრეული ისწავლე, რომ სიახლოვე არაპროგნოზირებადია და რომ ერთადერთი ნამდვილად უსაფრთხო ადგილი მარტოლობა იყო. ეს გადაიზარდა ჰიპერვიგილანტობაში, ძალიან დახვეწილ უნარში. შეამჩნიო მიტოვების ან ერთმხრივი ურთიერთობის ნიშნები მანამდე, სანამ სხვები ამას საერთოდ შეამჩნევდნენ. ახლა კი შენს ამჟამიდელ ცხოვრებას რო ყურებ, ხვდები, რომ შენი სიჩუმე კედელი არ არის. ეს რაღაც სრულიად სხვაა. ადამიანები შეიძლება ამბობდნენ, რომ შენ კედლები ააშენე, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი განსხვავება. კედლები შიშის გამო ყველას გარეთ ტოვებს, ხოლო საზღვრები ფილტრით მუშაობს და იცავს შენს სიმშვიდეს. შენ არ გარბი კავშირისგან, შენ საკუთარ თავთან მიდიხარ. მარტულობა არის იმ კავშირის არარსებობა, რომელიც გინდა. მარტოლობა არის იმ სიმშვიდის არსებობა, რომელიც შენ აირჩიე. შენ გაწყვეტილი არ ხარ, ჯერ უბრალოდ შენი თავი აირჩიე. ეს დაწაფე არ არის, ეს გადარჩენაა. თუ ეს ვიდეო შენთან რეზონირებს, დღეს ეს 3 ნაბიჯი გადადგი. შეაფასე შენი ემოციური ბალანსი. გადახედე შენი ბოლო 5 საუბარი. რამდენჯერ იყო ის, რომელიც მხარდაჭერას იძლევდა და რამდენჯერ დაგიბრუნდა ეს. მიცი საკუთარ თავს უფლება იყო გართობილი. გამოიყენე ეს სიტყვა არა როგორც საბუზები, არამედ როგორც საზღვარი, რომელიც შენს შეზღუდულ ენერგიას იცავს. და გააზიარე კომენტარებში. რა იყო ის კონკრეტული მომენტი, როცა მიხვდი, რომ შენი სიმშვიდე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ხალხმრავალი მარტოლობა. გახსოვდეს, შენი სიმშვიდე ძვირფასია და ყველას არა აქვს მასზე წვდომის უფლება. იცავი მალენჯით.